გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ერთ ამბავს, რომელიც თბილისში მოხდა და სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვერ ვგებულობდი ერთ ესეთ დამოკიდებულებას, ეს უკრაინაში დაიწყო განსაკუთრებით. რას ერჩოდნენ სლავა უკრაინელები ზოგადად პუშკინს, ამას ვერ ხვდებოდი. დღემდე ვერ გამიგია, სიმართლე გითხრათ, აი ნახდათ ვერ ხვდები რა უნდათ პუშკინთან. მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში რატო უნდა ერჩოდი ადამიანი პუშკინს და რატო უნდა გეზღეოდეს პუშკინი, მე ვერ ხვდები. ამას საერთოდ ვერ ხვდები. მოკლედ თურმე დღეს პუშკინის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ თურმე და იქ მისულან ახალგაზრდები, არ ვიცნობ, ამ ხალხს არ მქონია შეხება, რომლებმაც გააპროტესტეს ის, რომ გალში ქართული ენის სწავლების პრობლემა კი ბატონო არის ცხინვალის რეგიონშიც და მარტო ეს არაა პრობლემა, კაცო დაპყრობილია აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. მაგრამ მე ერთს ვერ ხვდები პუშკინმა რა დაგიშავათ. ვერ ხვდები ვერც ამ ახალგაზრდების მიმართ პუშკინმა რა დაუშავათ და ვერც სიმართლე გითხრათ ამ ატეხილი ისტერიკას ვერ ხვდები, რაც საერთოდ ატეხილია, სოფლიოში არის ატეხილი პუშკინის მიმართებაში. დღეს სხვა მიმართულებით მინდოდა ჩამეწერა ბლოგი, აუცილებლად ვიტყვი, გულბათ რცხილაძესთან მიმართებაში მინდოდა და უბრალოდ სამ შემოვიდოდი, გადავხედე, ნახე ეს ყველაფერი და გადავალ აუცილებლად გულბათის მიმართებაშიც ვიტყვი ორ სიტყვას. როგორც რუსეთის ნომრიანი აგენტი რო ყავთ და წერილი, მაგრამ მანამდე მინდა ეს შესავალი გავაკეთო. თქვენ კაი ხალხო, აი ვეკითხები რა, იმათ რა ქვია, ვინც ტაშს უკრავდა ამ ყველაფერს და ვეკითხები ახლა იმას რა ქვია, სოფლიოში აი სლავა უკრაინელებს ვეკითხები, რა დაგიშავათ პუშკინი. პუშკინი რო თანამედროვეობაში ყოფილიყო, ალბათ თქვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი პიროვნება უნდა ყოფილიყო რა, იმიტომ რომ პუშკინის ისტორია თუ ვინმე აუკითხია და ბიოგრაფია ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და ჯერც ერთ არ იყო რუსი. მერე და მეორე დაბადებიდან ებრძოდა რუსეთის იმპერიას, მეფეს და სულ ქონდა პროტესტი ამ ყველაფერთან მიმართებაში, რის გამოც მოკლეს. ერთი მისი ბიოგრაფიიდან ესეთი მომენტი იყო, როდესაც გამზდელი ყავდა ნიანია, რომელმაც გაზარდა და როდესაც მიყავდა თურმე პატარა ბავშვი, პუშკინი რომ მიყავდა ესე გზაში, ამ დროს მეფე გამოიარა და ყველა რა თქმა უნდა მუხლის ჩოქაზე დავარდა და ეს ქალიც დავარდა თურმე პუშკინის გამზრდელიც დავარდა თურმე მუხლის ჩოქაზე და დაუჩოქა მეფეს, მაგრამ ბავშვისთვის დაავიწყდა თურმე ბავშვის თავსაბურავის მოხდა და მოხედა მეფემ დაინახა თურმე რომ ყველა მის ფეხთითა, პუშკინის გამზრდელიც ნიანიაც ფეხთითა დავარდნილი, მაგრამ ბავშვს არ აქვს თურმე ესა ქუდი მოხდილი და დაიცა ბავშვმა, ხო, თოთო ბავშვმა. ერთი წლისაც არ ყოფილა თუ რა ვიცი, ხო 2 წლამდე არ ვერ გეტყვით ზუსტად ახლა ასაკი არ ვიცი და ჩამოსულა მეფე და ნიანიასთვის უთქვია რომ ბავშვს რა ქვია, რას ქვიაო, ქუდი არ მოხადეო, მეფის მიმართ პატივის საცემათო და მერე პუშკინი იხსენებდა თავის ჩანაწერებში, რომ ეს იყო ჩემი პირველი შებრძოლებაო მეფესთან, ბავშვობიდანო მქონდაო დაძაბულობაო და რუსეთის იმპერატორთან და რუსეთის ხელისუფლებასთან ასეთი მიამბოხე ტიპი იყო პუშკინი. ეს იმ ადამიანებისთვის, რომელი ადამიანებისთვისაც პუშკინი არის რაღაცა საზიზღარი, ასე რუსეთის იმპერიის, რა ვიცი, სახე და ესე შემდეგ და სხვათა შორის გარდაცვალებითაც, როდესაც გარდაიცვალა, ზუსტად მეფის ხელისუფლების მიერ იქნა მოკლული ედმონ დანტესის ხელი. დაიდგა სპეციალურად ეს ყველაფერი, რომ პუშკინი როგორც ესეთი კრიტიკოსი არ აწყობდა ხელისუფლებას, ისე როგორც დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს მაკრიტიკებლები, მაგრამ რა ვიცი, ზოგს ასეკლავს, ზოგს გააქცევს, ზოგს გამოაქცევს და თლათ ისე ვერ იქცევ ახლა
დუელი არ არის და ეხლა დუელი რო იყოს სიმართლე გითხრათ ჯობია ისე დუელი იყოს ამდენი ჩათლახები არ იქნებოდა ხელისუფლებაში მაგრამ ნუ რას იზამ ახლა და ეს აი ამ ადამიანის აღარაფერს ვამბობ მის გენიალურ შემოქმედებას აი და საქართველოსთან მიმართებაში ხო საერთოდ ადამიანს რომელსაც საქართველოში როდესაც მოხვდა და ნახა და გაუგნდა თბილისით ქართველი ხალხის ცხოვრებით ყაზბეგით მოგონებები გადახედეთ რამდენი ლექსია აქვს დაწერილი რამდენი მოგონება აქვს დაწერილი როგორ კბილად იხსენიებს თბილისს საქართველოს ქართველებს თავისუფალ სულს ქართველებში როგორ ხედავთ და მე არ ვიცი ახლა შეიძლება გეზიზღებოდეს ადამიანს რუსეთის იმპერია და რუსეთის სახელმწიფო და გამოხადავდე პროტესტს, მაგრამ ის რატო უნდა გზულდეს, ვინც იმ იმპერიას ებრძოდა თვითონ. ვერ ხვდები და საქართველოს აგებ. ნუ არის ეს დაბალი დონის მანიშნებელი არის, ეს არის გაუნათლებლობის შედეგი, საქართველოში არის განათლება ნებისმიერი მიმართულებით მინუსი და ქვემოთ და ზედმეტი ამაზე ლაპარაკი რა. ამიტომ გაუნათლებელი მასა საჭირო არის, ჯერ დააკვირდით, უბრალოდ შემხვდა ჟურნალისტი ამბობს, ყვება ისტორიას, ყვება ამბავს, რომ თურმე აი ბნელი რუსეთის მომხრეები შეიკრიბნენ თურმე პუშკინის ძეგლთან და დააკვირდით რას ამბობს, აპრავებენ პუშკინით რუსეთის დღეს საქართველოში. მოდი აპრავებენ მაინც ნუ იხმარშე პატრონ მოწყლუნოშე. ეს სიძულვილის ენაში ჩამიწერეთ ახლა და გადაეცით თამთას, რომ დამსაჯოს. ხო და აი, როდესაც აი ამაზე არის ზოგადად ქვეყანაში და ქართველი საქართველოში მასა დავიდა დაბალ დონეზე, აქედან გამომდინარე, უკეთეს არ უნდა ელოდე. ეს ყველაფერი არის თავის დროზე არაერთხელ მისაუბრია, ეს არის ბალტიური სინდრომი, რომელიც თავის დროზე აპრობირებული იქნა ბალტიისპირეთში, იქნა გამოყენებული წარმატებით, ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ და ღრუსული მე დამწყევლოს ღმერთმა და ვიცი ჩემო, კაი და აი მე დამწყევლოს და თქვენ დაგლოცოთ მაშინ, ალუცილები ეღავით. რამდენი დებილია რა, ხო როგორ უნდა გაცი ამ ხალხს პასუხი. იქნა გამოყენებული და არის ბატონო ახლა ეს რუსოფობია არის ჩვეულებრივი პოლიტიკა ყველაფერი რუსულის მიმართებაში არ ვიცი ეგეთი ჩემთვის პუშკინი არის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი მსოფლიო ლიტერატურიდან და გინდა ლექსი იყოს გინდა იყოს რა ქვია მოთხრობა რავი რომელი ერთი გავიხსენო იმდენი მახსენდება ახლა უცებ ერთიანად რომ აი მიჭირს რა აი ერთ-ერთი გამორჩეული არის მაგალითად გასროლა ძალიან მიყვარს გასროლა გენიალური არის ხო ახლა ეს ალბათ კავკასია რა ვიცი რომელი ერთი აი გავანებოთ თავი პუშკინს კაცო თან რუსიც რო არ ყოფილა აი ეთნიკურად რო რუსიც არ ყოფილა არ ვიცი ეს არის ლაბეტამია ქვია ამას როდესაც ადამიანს ტვინიდან ამოაჭრიან ისეთ ორგანოს რომელიც აზროვნების საშუალებას აძლევს ადამიანს და აი მოკლედ ამაში არის საქმე როგორც ბალტიისპირელები იქნა დაავადებული და ბალტიაში იქნა თავისი ესე რომ ვთქვათ ინტერესები გატარებული, ესე უნდა მოხდეს. ენის მიმართ მიმდინარეობს ბრძოლა. ჯერ ერთი ბიჭო მტერი თუ არის, მტრის ენა პირველმა უნდა იცოდე. მტრის ენა პირიქით, იმიტომ მტერი რო დაამარცხო, ჯერ მისი ენა უნდა იცოდე. რო დაიწყო მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირის სკოლებში განსაკუთრებით დაუშვეს გერმანული სწავლება. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ფრონტზე მოხვდებოდნენ და გერმანიის წინააღმდეგ უნდა ეომათ, მათ გერმანული უნდა ცოდნოდათ. საქართველოში ნუ არ იციან, არ წაუკითხიათ, მაგრამ იციან, რომ ცუდია. ხო და აი ესეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ კულტურას ებრძვიან და რომლებიც ენას ებრძვიან, სხვათა შორის
იქეთა მხრიდანაც მართალი იყვნენ ის ახალგაზრდები რომ ამბობდნენ რომ აფხაზეთში ქართულ ენას ებრძვიან 100%-ით მართლები არიან აფხაზები ებრძვიან ქართულ ენას ქართული ენა არ უნდა არსებობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე იყოს მეგრული მარტო იყოს აფხაზური იყოს რუსული ქართულმა ენამ არ უნდა იარსებოს ცუდია ხო ცუდი კი ბატონო ამიტომ ჩვენც უნდა ვებრძოლოთ რუსულ ენას რუსულს და რუსულს არა რუსულს დანარჩენ საქართველოში აბა რა ახლა საერთოდ ადამიანი როდესაც ნებისმიერ ენას გამოუცხადებს ბრძოლას სახელმწიფო რეჟიმი იდეოლოგია ის აუცილებლად დამარცხდება იმასთან იმიტომ რომ ენა ეს არ არის ვინმეს პერსონალური კუთვნილება ნებისმიერი ენა სხვათა შორის ენა ეს არის სოფლიო ხალხთა მონაპოვარი და ნებისმიერი ენას მით უმეტეს რუსულ ენას რომელსაც ძალიან სიღრმისეული რა ვიცი მე რუსული ენა რო არ მცოდნოდა ალბათ არაფერი არ მეცოდინებოდა იმიტომ რომ ქართულ ენაზე იმდენად წირი ლიტერატურა არის თარგმნილი და იმდენად წირი ინფორმაცია მოიპოვება გაგიჭირდება ადამიანს ყველა საკითხზე შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება ამიტომ როდესაც კულტურას და როდესაც ენას ებრძვი ამით პირიქით ჯერ ერთი აძლიერებ და მით უმეტეს ასეთი დაბალი დონის იმით რა ქვია ფორმებით ეს არის მთავარი პრობლემა ახლა მე მინდა ისე სიამოვნებით ვკითხავდი ამ ახალგაზრდებს რომ დღეს რო აპროტესტებდნენ ამ ყველაფერს პუშკინის გამო გუშინ აგერ ჩვენმა მოძმე ისრაელმა აფხაზეთში და სამაჩაბლოშიო ქართველები არ დააბრუნოთო და კაციშვილი არ შეკრებილა და არავის არ მოუთხოვია ერთი საპროტესტო ნოტა ისრაელის ელჩისადმი და რა გახდა მანდამაინც რუსული მანდამაინც პუშკინი მანდამაინც ეს გახდა პრობლემა თუ მარტო რუსებთან მიმართებაში გვაქვს მტრის აღქმა და შვების მიმართებაში არ გვაქვს და არც უნდა გქონდეს მოკლედ ხალხო ჩვენი საქმე არის ძალიან ცუდად დღეს ვეთანხმები მე ჩემი პოლიტიკის ეტალონ პიროვნებას შარლ დე გოლს რომელიც ამბობს რომ დაუშვებელია ქვეყნის სათავეში დაბალი დონის ადამიანების მოსვლა ისინი ქვეყანას თავის დონემდე დაიყვანեն დიახ საქართველოს დასული არის ბიძინა ივანიშვილის ინტელექტის დონეზე დიახ საქართველოს დასული არის მიხეილ სააკაშვილის ინტელექტის დონეზე დიახ საქართველოს დასული არის ჩიჩილაკასი დიახ ამათი დაბალი დონეზე და მივდივართ ასეც უნდა იყოს ეს ყველაფერი სხვანაირად რო იყოს ეს უნდა გაგვიკვირდეს ნელ-ნელა მოდის ეს განათლების ინტელექტის აზროვნების დონე და თანდათან გვდება და ბემბანებით ორღობეს და დამიჯერეთ ერთ 10 წელიწადში ხო აი საერთოდ გაქრება ყველაფერი ქართული დამიჯერეთ ამ გზით თუ ვივლით ქართული კულტურა და ჯერ ერთი რა მიკვირს იცი ქართული ენა თუ გაწუხეთ ენის კანონი ქვეყანაში როგორა გალში და ცხინვალში და სოხუმში და ოჩამჭირეში კი არას ფეკაიდებმა მიშვილებო საქართველოში როგორ ექცევიან ქართულ ენას 10 სიტყვიდან 7 უცხოურს ამბობენ გინდა პოლიტიკოსი იყოს გინდა ჟურნალისტი იყოს გინდა ცნობადი სახე იყოს ნებისმიერ აი ელემენტარული ავიღოთ ხო ელემენტარული და მოусმინეთ არა აქვს მნიშვნელობა ეს ხელისუფლება იქნება ოპოზიცია იქნება გამართულ ქართულ ენაზე ვინ მეტყველებს დღეს საქართველოში გავსებული არის ბარბარიზმებით აი არავის არ აწუხებს მაგრამ გალში კრძალავენ ენას და ეს აწუხებს ცხინვალში კრძალავენ ენას და ეს აწუხებს ეს კიდე ცალკე პრობლემა არის ამიტომ არ მჯერა მე ასეთი პატრიოტიზმის გამოვლინების ნახდათ არ მჯერა და ვერც დავიჯერებ ვერასდროს ახლა რა შეიძლება მინდა მოუბრუნდე უშუალოდ აი რუსეთის თემას მინდა მოუბრუნდე და ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მინდა მოუბრუნდე რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არის მარაზმი იყო მარაზმი არის მარაზმი და იქნება მარაზმი ეს არის როგორც თბილისიდან ისევე მოსკოვიდან ამ ყველაფრის დამსახურება ეს არ არის ცალმხრივი ამბავი რომ მარტო ეს რა ქვია საქართველოს მხრიდან ირევა ეს ყველაფერი დიახ რუსეთის მხრიდანაც ირევა ეს ყველაფერი
რუსეთის მხრიდანაც, იმიტომ რომ ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც დუღს თბილისში, აი რუსოფობიის სახით და ამ ყველაფრის სახით, ისევე დუღდა და დუღს მოსკოვში, იგივე ლიბერალური და არ ქვით, კიდე რაღაცის ბიოლოგიური ნაგავი მოსკოვში. როგორც ხელისუფლებაში, ასევე პარლამენტში, ასევე იმ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ასე შემდეგ, რომლებსაც ორივე ბიოლოგიურ ნაგავს აქვს ერთადერთი დანიშნულება. ქართველი და რუსი ხალხი, საქართველო და რუსეთი ერთმანეთს იქნა საუკუნეებით გადაკიდებული და არ მოხდეს ამ ორი ერის და ამ ორი ქვეყნის შერიგება, დაახლოება და უბედურება. ამას აწვება როგორც იქეთა მხარე, ამას აწვება ისევე აქეთა მხარე. ამიტომ არც არაფრის მოლოდინი, რეალური მოლოდინი თქვენ ამ ყველაფერში არ გქონდეთ. ამ ურთიერთობებში რაც შეიძლება დალაგდეს, შეიძლება ერთადერთი დალაგდეს ვაჭრობა, იმიტომ რომ ფული დალაგებულია ეგ პრობლემა. ვაჭრობა, ფული, შემოსავალი, გასავალი, გადარიცხვა, გადმორიცხვა, ეს გაიტანე, ის გამოიტანე, ეს კი ბატონო. და ყველაზე მეტი აქსიომა რა არის, იცით, ყველაზე დიდი რუსოფობები ვინც არიან საქართველოში. ეს იქნება ხოშტარია, ეს იქნება მამალი ნაცები. აბსოლუტურად ეს ხალხი სულ ყველა ან რუსეთის მოქალაქეა, ან რუსეთიდან ფინანსდება, ან რუსეთში აქვს ნაცხოვრები, ან რუსეთთან აქვს დღემდე დიდი ბიზნესი. უზარმაზარი ბიზნესი და სხვას მოუწოდებენ პატრიოტიზმს. ხო, აი ესეთი მარაზმია ორივე მხრიდან და არ შეიცვლება. მესამე მარაზმი არის კიდე ესეთი, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი არხები, რომელსაც არ ჭირდება კონკურენტები, რომელიც ჰარმონიულად არის მორგებული მოსკოვის პოლიტიკას. და მოსკოვის პოლიტიკა რა არის? მოსკოვის პოლიტიკა არის საქართველოსთან მიმართებაში, გინდათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში, საერთოდ. აი, ყოფილ საბჭოთა სივრცეში მათი ინტერესი არის, ვინც არის ზევით, მხოლოდ იმასთან კონდეთ დალაგებული ურთიერთობა. არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილი, მათ უნდა კონდეთ ბიძინა ივანიშვილთან დალაგებული ურთიერთობა. იმის ქვევით არ აინტერესებს. არის სიტყვაზე ალიევი, იმის იქეთ არ აინტერესებთ. ასევე არის სომხეთი, იმის იქეთ არ აინტერესებთ. ხო და როდესაც გაუფუჭდებათ ალიევთან, ფაშინიანთან, სააკაშვილთან, ივანიშვილთან ურთიერთობა, იმ დღიდან ხდება უკვე საქართველოს და ქართველი ხალხი ცუდი. ეს არის რუსების პოლიტიკის გარდაუვალი რეალობა. მათ ინერციით აქვთ ეს კულტურული კავშირები, ეს ქრისტიანული კავშირები, მათ ეს ყველაფერი რეალობაში, მათ პოლიტიკას, აი, რატო ხდება ყოველთვის ასე? აი, რატო ხდება ყოველთვის ასე, ხო? ბიჭო, ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთის იმპერია, შეერთებული შტატები, მე ახლა ღმერთმა დავიმფაროს, ხელი დავაფარო იმას, მით უმეტეს რაში ჩემ ქვეყანას საერთოდ არ ეხება ეგ, მაგრამ ბიჭო, ბრიტანელები იყვნენ, თუ ფრანგები იყვნენ, თუ ამერიკელები იყვნენ, თუ ბელგიელები იყვნენ, ყოფილი კოლონიები გაწყვიტეს, ამოწყვიტეს. მარტო აი ბელგია მარტო ემაში რა ქვია კონგოში 10 მილიონი ადამიანი მოკლა კაუჩუკის მოპოვებაში. მეფემ, ბელგიის მეფემ, კეთილმა ლეოპოლდო. დღეს მაინც ბელგია და კონგო ერთმანეთთან აქტიურ კავშირში არიან, კონტაქტში არიან და ესე შემდეგ. ყოფილი ფრანგული კოლონიები. აი, რაც ფრანგებს უბედურებები აქვს ჩადენილი, რუსების ალბათ 0.1. აიღეთ ბრიტანელები. რაც მაგათ თავიანთ კოლონიებში აქვს ჩადენილი. აიღეთ ამერიკელები. სხვაში წვეთია ის, რაც აქვს რუსებს მის ყოფილ კოლონიებში გაკეთებული. ეს სხვაში წვეთია. მერე დადგებიან და დაიწყებენ ლაპარაკს, რომ აიო, ჩვენო თავის დროზეო გადავარჩინეთო ქართველებიო და საქართველოსთან მიმართებაშიო აგვერიაო ურთიერთობაო სომხეთთან მიმართებაში. იმიტომ აერევათ და ყოველთვის იმიტომ იქნება ეს არეული, რომ როდესაც რუსებს აქვს ორიენტირებული პოლიტიკა მარტო პირველ პირზე და იმის იქეთ არ აინტერესებთ არაფერი, ასე მიიღებენ ყოველთვის. ეს არის მაგათი ხისტი, აი ეს ჩამოუყალიბებელი პოლიტიკის ბრალი. ისინი არ აფასებენ ადამიანებს იმ ქვეყნებში, რომლებიც არა საკუთარი ვიგოდისთვის, ვინც რეალურად აზროვნებს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ვინც მართლაც ცდილობს რაღაცას, რომ ისი ერის ინტერესებიდან რუსეთის ინტერესები ერთმანეთს დაამთხვიოს და სასიკეთოდ მოგვარდეს.
ამ ყველაფრის მიზეზი არის კორუფცია, ამ ყველაფრის მიზეზი არის თვითონ ის ლიბერალური ძალა იმ რუსეთში ჩაბუდებული და რუსების ხისტი პოლიტიკა რაც არ შეიცვალა. ამიტომ არა აქვთ მაგათ. ომით მოიპოვებენ, დაიპყრობენ ნახევარ პლანეტას, მშვიდობაში დაკარგავენ 10 წელიწადში ყველაფერს. ისე როგორც იყო მეორე მსოფლიო ომის მერე. ისე მაგალითად როგორც იყო ჩეხეთი გადაარჩინეს. საერთოდ ლიკვიდირებული იყო სახელმწიფო. არა მარტო ჩეხეთი ხო, საბჭოთა კავშირმა მთელი მსოფლიო იხსნა რეალურად ფაშიზმის დამთავრებით, მაგრამ არ იყო გასული დაახლოებით 15 წელიწადი, 20 წელიწადი და გამოდიოდნენ ჩეხები და იმად მხარეზე გარბოდნენ კიდე ვინც სახელმწიფოებრივი ლიკვიდაცია გაუკეთა. და იძულებული გახდნენ ჯარები შეეყვანათ. რატო? იმიტომ რომ ეგეთ ხისტი პოლიტიკა აქვთ. არ შეიცვალა ეს და არ შეიცვლება მომავალში. რუსეთი რო ფულს ხარჯავდეს ელემენტარულ სკეპტით. აქ რო ყველა რუსეთის აგენტი, რუსეთი რო ფულს ხარჯავდეს საქართველოში, სიტყვაზე ვამბობ. იმის 15%-ს რაც იხარჯება აი ამ აკაცუკების და ამგენის შენახვაში. დამიჯერეთ ეს 99.9% ეს ბოზიშვილი აკაცუკები რო არიან და რო დარბიან და რუსოფობიით არიან გავრცელებული, დამიჯერეთ ყველა რუსეთუმეები იქნებოდნენ გამხდარი. დამიჯერეთ, მაგრამ იციან ამათმა რომ ის ფულს არ ხარჯავს. იმდენს რამდენიც საჭიროა. ამიტომ ვინც მეც უხდის იქ არიან. და ამას პატრიოტიზმს აღქმევენ მერე და საერთოდ ესე ხდება. ამის ნათელი მაგალითი არის შემოგარგებო გულბათ რცხილაძე. ადამიანი, რომელიც იქნა გაწირული, აი, ყველანაირად ეს ადამიანი იქნა გაწირული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე საზოგადოების მხრიდან, ისე ყოფილი თანამებრძოლების მხრიდან და მე ვამბობ ერთ რაღაცას. ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, ძირითადში. მე ვამბობ ერთ რაღაცას, მე ვთქვი წინა იმაში, რომ როგორც გამოიხმაურებოდით ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას, ისე იქნებოდა თქვენი რეალური მოღვაწეობის შედეგი. ეს იყო რენტგენი და ეს არის რენტგენი. დიახ, გულბათ რცხილაძე არავისგან არ მალავდა იმას, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესებულიყო. დიახ, არასდროს არ მალავდა გულბათ რცხილაძე, რომ ის იღწოდა და იბრძოდა იმისთვის, რომ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად რამენაირად დალაგებულიყო ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის, რის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დიალოგი და მშვიდობიანი დეოკუპაცია საქართველოსი. ეს იყო და ეს. ამ ყველაფერს აკეთებდა ღიად. არაფერს არ მალავდა. ყველაფერი ღია იყო. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ადამიანი, რომელიც პრესისთვის არაფერს მალავს, კონტაქტები ღია აქვს, ბიდის რუსეთში, იქ რასაც აკეთებს, იმასაც აჩვენებს საქართველოში. ახლა ესეთ ადამიანს საიდუმლო ინფორმაცია გააჩნდა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში არ მუშაობდა და არაფერი და ვინმეს გადაცემდა? არა, უბრალოდ იყო ეს ადამიანი, ჰქონდა თავისი ავტორიტეტი, როგორც აქეთ, თბილისში, ისევე მოსკოვში. და აი ამ ზარდი ბოლო პერიოდში კოცებმა სხვათა შორის კოცების უშიშროება მიცა საშუალება რუსოფობიის მომატების და რადგანაც პუტინს ყოლია დაჯილდოვებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ალბათ ახლა ეს ამერიკელები რო ჩამოსულიყვნენ, უკანალში უნდა შეძრომოდნენ და გაეგენ ფეხქვეშ და დავიჭირეთ ვაგერო აგენტიო და 12 წელი მიუსაჯეს, ხო? ასევე ის მეორე ბიჭი, მე არ ვიცნობ იმას, ძმა 2008 წლის ომში რუსებს ყოლიათ მოკლული და ამ ადამიანებს დააბრალეს რუსებთან თანამშრომლობა, იმას ძმის მკვლელთან თანამშრომლობა და ასე შემდეგ. ხო და მე ერთი რაღაცა ვერ გამიგია რა, აი, ნაკლად ვერ გამიგია. აი ეს რუსულ-ქართულ ფლანგზე ურთიერთობებს რო ვენებს იჭრით. ზუგ-ზუგი ერთები. და არავისგან დასამალი არა. მათ შორის მამუკა ფიფიას იმედი რო გქონდათ ძალიან ბევრს. ერთი კვირა დაჭერილია კაცი და აგერ გუშინ წინ ამოიღო ხმა ორი სიტყვა თქვა რაღაცა. მანამდე ხმა არ ამოუღია. მე არ გამკვირვებია იქ ყველაფერი, იმიტომ რატო არ გამკვირვებია, იცით? იმიტომ რომ მამუკა ფიფი ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მომხრე იყო და ამიტომ ყველაფერი სწორად მიდიოდა და მამუკა ფიფია იყო, რომელიც ამბობდა, რომ რა მოხდა მე ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით მას პრობლემა არ ჰქონდა. მე ამ ადამიანის მიმართებაში მის მერე საბოლოოდ დავშვი წერტილი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ქართული მიწის არაბებზე გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემას და საქართველოში არაბების დასახლებასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს, ის როგორ შეიძლება მისი გატარებული და არის ბიძინა ივანიშვილის მომხრე, როგორ შეიძლება იმან განსხვავებული პოლიტიკა აწარმოოს რუსეთთან, რასაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, ხო?
არ აინტერესებს ამ ადამიანს არც ქართული მიწა, არ აინტერესებს ამ ადამიანს არც არაბების ჩამოსახლება, არ აინტერესებს ამ ადამიანს დანარჩენი არის ეს პონტაობა. პონტაობა არის. და რასაც ქვია საქართველოში, ვინც აგენტურულ საქმიანობას ეწევა, იმას საქართველოში არავინ პასუხს არ აგებს. მაგრამ ეხლა მამუკა ფიფია მარტო არ არის ეგეთი. მამუკა ფიფიას ბევრი თანამოაზრეები და თანამებრძოლები. ვინც როგორ ამოიღო, ხმა ეს მაცინდისე იყოს, კაცო, მანთამუსე იყოს, რა ჩემი საქმეა, კაცო. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ესენი ყველა პონტაობით არიან დაკავებულები. ვინც ამ კაცს ღიად არ უჭერს მხარს და ამ უსამართლობას ღიად არ უჭერს მხარს. ამაში არის საქმე. ოფიციალური რატო ვამბობ ამას? იმდენად გარყვნილი და ახლა ჩემი კონტაქტებით იქეთ-აქეთ მოვიძიე რაღაცა ინფორმაციები, არის ოფიციალური საინფორმაციო საშუალება სპუტნიკი, რომელიც საქართველოში. ხო? რუსულია ეს ყველასთვის ცნობილი ის. სპუტნიკი, როსპუტნიკია ის ვერ იღებს გულბად ხრცხილაძეზე ხმას. იმიტომ რომ რასაც რუსეთი აფინანსებს, ერთი იმდენ ზევიდან ბიზნესი აძლევს. საჭირო ინფორმაცია გააშუქოს, საჭირო ინფორმაცია დამალოს. მე გეუბნებთ ამას, ესა სპუტნიკი ყველა მიცის, რომ ეს არის რუსეთის სახელმწიფო, ესა რა ქვია, საინფორმაციო სააგენტო, რომელიც გულბად ხრცხილაძეზე ხმას არ იღებს. გაჩუმებულია. არ აინტერესებს. ადამიანი დაჭერილი ყავთ, პატიოსანი, წესიერი ადამიანი, ტყუილა მე რატო ვამბობ ამას? მე გამომიცდია უსამართლო პატიმრობა რა არის. ჩემ ოჯახს ეს ყველაფერი გამოუცდია. ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანი ყოფილა უსამართლოდ დაჭერილი. და პლი უსამართლოდ დაჭერის რო სამშობლოს მოღალატეს მიაკერებ, ამაზე დიდ ახურობას და ამაზე დიდ ჩათლახობას ვერაფერს ვერ გააკეთებ. თავის დროზე ამას წარმატებით აკეთებდნენ ნაცები, იგივე თეთრაძის საქმე ყოფილიყო, ფოტოგრაფის საქმე ყოფილიყო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ისე აკეთებენ ქოცებით დღესაც. იმიტომ რომ არაფერი ამაჩი სხვაობა არ არის, ამაჩი სხვაობა არის სახელი და მეთოდები ქართველი ერის განადგურებისთვის. აი ეს დააგვირდით აგენტურა. ეს არის თამარა კინწურაშვილის და კანდელაკის და ამ ბოზიშვილების ესა რა ქვია, ჩამოყალიბებული პირდაპირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შექმნილი საქართველოში დანაყოფი, რომელიც მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციის შეგროვებაზე, გაშავებაზე, გამოშავებაზე, უცხო ქვეყნის საელჩოებზე, მათი დემოგრაფიული მონაცემების გადაცემაზე და ესე შემდეგ და ეს პირადი ინფორმაციის ჩათვლით ყველაფრის გადაცემაზე, რომლებსაც მე ან ვიზების შეზღუდვას უწესებენ, ან უცხოეთში თავშესაფრის მიღების შემთხვევაში წვერწინუდებენ, რომ აი შენზე მითების დეტექტორი ესეთ რაღაცას წერს და ჩვენ ეს ინფორმაცია გაგვაჩნია, რომ შენ ხარ მოძალადე, მკვლელი, სისხლისმცემელი და ასე შემდეგ და ეს არის ოფიციალური დანაყოფი. ბიჭო, სულ რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა ნაცი გიორგი კანდელაკი და პირდაპირ თქვა, თუ რა ბოროტებას ჩადის საქართველოს სახელმწიფოს მიმართვებაში, ქართველი ხალხის მიმართვებაში. გიორგი კანდელაკი ეს შემთხვევითი არა. გიორგი კანდელაკი იყო მაშინ ვიზა ლიბერალიზაციას, როდესაც აძლევდნენ საქართველოს, დარბოდა კაბინეტებიდან კაბინეტებში ქოცების რო იყო, არ მიცეთ საქართველოს და ქართველებს ეს. არ არის ეს არც კანდელაკი არაა, რომ იცოდეთ ისე. მისი გვარი არ არის კანდელაკი. არ არის ის ქართველი. სხვა გვარგადაკეთებული ვირთხარი, რომელსაც იმ ჯიშსაც უღალატა, საიდანაც არის და ამასაც ღალატობს. აი ასეთ ადამიანებს კაციშვილი არ კიდებს ხელს. მაგრამ ბიჭო, სოლიდარობა ამ ადამიანის მიმართ რა გაგიხდა. მე ერთადერთი ახლა ვინც ვნახე ღიად ვინც დასვა ეს კითხვა ნიკოლოზ მჟავანაძემ ზახაროვასთან იმაში გადაცემაში. იმ წუთში ატყდა საქართველოში გამოხმაურება, წივილი, კივილი, აქეთ, იქეთ, ჰაი, ჰუი, ერთი ამბავი. ნიკოლოზ მჟავანაძეს რო არ დაესვა ეს კითხვა, არ საერთოდ მიჩუმალებული ყოფილიყო. როგორც ლაზარე ჯორბენაძე რომ მოკლეს და თავი ჩამოიხჩვაო, არც ერთმა საინფორმაციო საშუალებამ ეს არ დაწერა და არ თქვა, ისი ამ ადამიანის მიმართებაშიც. ესენი ყველა მოსყიდულია, არის ან სოროსელების ჯიბეში, ან ბიძინების ჯიბეში, ადამიანს დაიჭერენ, მოკლავენ, სუსამოაძრობენ თუ რას, არ აქვს მნიშვნელობა. არავინ ხმას არ ამოიღებს. თუ არ ამოიღო ასე რაღაცა ერთ გიჟია იმას ვინ უსმენს, ნემსაძეს რა უნდა მოусმინოთ კაცო, ქვეყნიდან გაქცეულს, იმ დეზერტირს, იმას. ახდება ასე მერე. ეს ყველაფერი აი ეს სისტემა ხდება. და აი ეს ადამიანები, რომლებიც ამ ქართულ-რუსული ურთიერთობის ფლანგზე იდეხით და ამდენი ხანია პირში წყალი გაქვს ჩაგუბებული. ხმას არ იღებთ და რაცაა გასაკეთებელი, იმას აკეთებთ კი არა, პირიქით მალავთ ამ ყველაფერს. ამ ადამიანის მიმართებაში ხართ
ჩემთვის გულბათრ ცხილაძე ხო არც ძმაკაცი ყოფილა, არც მეგობარი ყოფილა და ქონდა უბრალოდ კარგი ნაცნობობა. ცემდი ადამიანს პატივს, მის განათლებას, მის პიროვნებას, მის ზრდილობას, განსხვავება არ ქონდა, კატასტროფული განსხვავება ქონდა ბევრ საკითხებში, მაგრამ როგორც ადამიანს, როგორც პიროვნებას, განათლებულს, ზრდილობიანს, ჩამოყალიბებულს, თავისი შეხედულებების მქონე ადამიანს და ესე შემდეგ პატივს ვცემდი, იმიტომ რომ პატივსაცემი ადამიანი. ბიჭო, ხმას არ იღებთ არავინ. აჩუმებულები ხართ, შემძროლები ხართ სოროებში. ან პირიქით აპრავეთ, ბიძინას არ აწყენიოთ ხო ახლა ბიძინა ტყუილა დაიჭერდა, მიშა ხო არაა ტყუილა რო დაეჭირა. და ყველაზე მეტი დიდი ანეკდოტი. ქოცი ვინმეს რო დაიჭერს, საქართველოში რუსეთის აგენტობისთვის. ამაზე დიდი ანეკდოტი თუ შეიძლება რაიმე იყოს. მე ვერ წარმომიდგენია რა. ვერ წარმომიდგენია ეს ისე ვერ წარმომიდგენია მაგალითად სააკაშვილი რო იჭერდა ხალხს რუსეთის აგენტობისთვის თვითონ კგბ-ს ჯერში ნამსახურები, კგბ-ების ძია, აქეთ მარჯვენა მხარეს ბენდუქიძე კგბ-შნიკი, მარცხენა მხარეს ესა რა ქვია ვაშაძე კგბ რა გრუშნიკი უკაცრავად და შვაში ესა რა ქვია დაჯენილი ხოშტარია პატომსტვენი აგენტი და აქეთ მხარეს ჩამოჯენილი კიდე ესა რა ქვია კობანაყოფია მგიმოდამთავრებული რუსული დიპლომატ რუსეთში. ხო და ჩემო კარგებო ჩვენი ქვეყნის საქმე არის ძალიან ცუდად. ყველანაირი პრობლემა მოდის გაუნათლებლობიდან. იმიტომ რომ განათლებული ადამიანი სანთლით საძებარი იყო ყველა დროში და ეძებდნენ კიდეც ფილოსოფოსები სანთლით, მაგრამ დღის დადიოდნენ. მაგრამ დღევანდელ პერიოდში თუ ოდნავ განათლების რაღაცამ გამოანათა, რა თქმა უნდა ამერიკის საამებლად დაიჭირეს და რა თქმა უნდა ამერიკესთან კუდის საკიცინოდ დაიჭირეს ქალბატონო შორე ნაბარისთვის დაიჭერდნენ ამ ადამიანს. აი ახლა ვითომ მოლაპარაკებები დაიწყეს თურმე და იმას ქნეს და ამას ქნეს და ასე ბინძურ პოლიტიკას. ახლა პოლიტიკას შეწირული ადამიანები არ უკვირს, მაგრამ ქეკაი დედმამიშვილებო ადამიანის გაწერვას ფასი უნდა კონდეს ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი უნდა კონდეს თუ არა პოლიტიკამ შეიძლება ასობით ადამიანი შეწიროს ინტერესს რამაც ქვეყანა შეიძლება სარგებელი მოუტანოს გულბათ ცხილაძის დაკავებამ და ამის ოჯახის გაუბედურებამ რა სიკეთე უნდა მოგიტანოთ თქვენ და რა სიკეთე უნდა მოუტანოს ქვეყანას გარდა იმისა რომ ვიღაცას აჩვენოთ რომ საქართველოში პუტინის დაჯილდოებულის და დაანებეთ აი ამ ბოდვას დღეს დადებული მქონდა ისა რა ქვია ამაზე ზედმეტია ლაპარაკი დაანებეთ ამ ამერიკულ რუსულ მტრობას თავი აი შემოკარგებო აგე რა გუშინდელ ინფორმაციას გიზიარებთ არა რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მტერი აგე რა გუშინ მოაწერეს ხელი პროექტირებას გვირაბის გაკეთებასთან დაკავშირებით ალიასკას და კამჩატკას შორის. ჩუკოტკას უკოცრავად. 88 კილომეტრი არის 8 მილიარდი დაახლოებით დაჯდება და აშენებენ და შეინჯირება შენგენაცვალ იქნება და თქვენ იფიქრეთ რომ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს ხოცავს. და სანქციებში ზრუნვებაც სული. არა ძმა არა ქართველი არა საერთოდ ეგ ადამიანი და ისევე როგორც აბსოლუტური უმრავლესობა ხო და რატო გვემართება ეგ ყველაფერი რატო გვემართება ეს უბედურება რა უბედურებაც გვჭირს იმიტომ გვემართება ეგ ყველაფერი რომ გაუნათლებლობა ჯერ ერთი ფობია დამღუპელია ადამიანისთვის. შიშარა ადამიანი დამღუპელია. თავისთვის. მერე და მეორე. ადამიანები, რომლებიც კულტურას და ენას უცხადებენ ბრძოლას და ომს, მარცხდებიან და დამარცხებულან. არა მარტო ენასთან და არა მარტო კულტურასთან დამარცხებულან. თავის დროზე
მაოძედუნმა იმას გამოუცხადა, ბეღურებს გამოუცხადა ომი და ბეღურასთანაც კი დამარცხდა ესეთი ზესახელმწიფო ჩინეთი. ამიტომ ესეთ რაღაცებს არ უნდა შეეხოთ, მაგრამ ეს რაღაცას რა შეეხო განათლება უნდა გქონდეს. ნუ ახლა ტაივანის აგენტს როგორ დაიჭერენ კაცო, ტაივანი მაგათი ძმანა მეგობარია. მე აი გუშინ ვამბობდი ვიდეო მქონდა და ვინმე შეიკრიბა და ვინმე ერთი სიტყვა თქვა ისრაელის ქმედებაზე, ვინმე გააპროტესტა ისრაელის საელჩოს საქციელი. მე გამიპროტესტებია რომ ვიყავი საქართველოში სომხეთის საელჩოს უღირსი საქციელი ქართველები ზუსტად ანალოგიურ რეზოლუციას და მის მერე თუ არ გჯერათ გაჩვენებ, დავდებ ამ ვიდეოს. მის მერე სომხეთს ერთხელ არ გაუკეთებია არანაირი ის რა ქვია საქართველოს წინააღმდეგ. რატო არავინ არ მიდის, რატო არავინ ისრაელს არ თხოვს? ანუ ისრაელმა რო წაგვართვას აფხაზეთი, ევროპამ რო წაგვართვას აფხაზეთი, ამერიკამ რო წაგვართვას მისაღებია, ხო? ისევე როგორც 21 წელს თუ ვიყავით გერმანიის კოლონია, მერე რა მოხდა კაცო? ნეტა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიას გაემარჯვა ბავარიულ ლუდს მაინც დავლევდით, ხო? აი ესეთი მონური და ესეთი ჩმორული დამოკიდებულება სანამ იარსებებს ქვეყანაში, გაუნათლებელმა ადამიანმა თავისუფლებას საერთოდ არ იცის. 100%-იანი ნათქვამია, გაუნათლებელი ერი თავისუფალი ვერ იქნება. ჩვენი ქართველი ერის დღევანდელი საქართველოს მთავარი პრობლემა არის გაუნათლებლობა. გაუნათლებლობა ის კი არა, რასაც ეს ბნელი და მართლა ტრაკიდან განათლებული ლიბერალები იძახიან, რომ აი გაუნათლებლობაა ჩვენი პრობლემა, კაცი ქალად დაიბადა და მერე კაცად გახდა და რა ეს არ არის განათლება, ეს სიმახინჯეა. საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა. ზოგადად რა არის კარგი და რა არის ცუდი, რას რა შედეგი მოაქვს და როგორ აი რასაც დათესავრო იმას მოიმკი. როდესაც ქვეყანაში 35 წელიწადია 35 წელიწადია. ამდენი სიბნელი, ამდენი ბოროტება და გესლი იბადება. როგორ შეიძლება განათლებული ადამიანი გამოვიდეს და იმას უთხრა, რომ გეტყვის, კი, რუსეთი ოკუპანტია. ხო და გავაპროტესტო თუ ამ განათლებულ ადამიანს რო უთხრა, საქართველოშიო პუშკინის ძეგლი რო დგას. ხო გეტყვის, ბნელი ხარ, შეუპატრონო, რა სისულელეს ლაპარაკობ. პუშკინი თვითონ იყო პირველი მეფის რუსეთის მოწინააღმდეგე. პუშკინს ქართველები უყვარდა, უამრავი ლექსი აქვს დაწერილი, უამრავი ტკბილი მოგონება აქვს და მეფის ხელისუფლება მოკლა და ჩვენ გავაპროტესტოთ ის, რაც როგორც ჩვენ ისე ებრძოდა კრემლს. ეს ხო სიბნელია. მაგრამ ვინც ახლა ეს არ იცის? რუსია? სხვადასხვა რუსიც არ ყოფილა. რუსი პუშკინის წინააღმდეგ შევიკრიბოთ და დავამხოთ ბოროტების ძეგლი. გაუნათლებელი ადამიანი პრობლემას წავა და გააკეთებს ამას. ეგ არის. უზარმაზარი ზარალი მიაყენა ჩემო ძმაო, კი, ბეღურების ამოწყვეტამ ჩინეთს. კი. უზარმაზარი ზარალი მიაყენა. ეს ვინც არ იცის, მაოძედუნმა გამოაცხადა მტრად შერაცხა ბეღურები, რომლებიც მოსავალს უჭამდნენ ჩინელებს და ქალს, კაცს, დიდს, პატარას ყველას დაავალა ბეღურების ლიკვიდაცია ჩინეთში. და დიდი პატარა ყველა ბეღურებს დაძლებდა და წვეტავდა და კაკანათებს და რა ვიცი რას არაგებდნენ მთელი ჩინეთი. ხო და გაწყვიტეს ბეღურები, ერთი ბეღურა აღარ დაფრინავდა. ხო და კაი ბეღურა არ იყო, მაგრამ ისე მომრავდნენ მე კალიები და მწერები, რომლებმაც დედაუტირეს ზირფესვიანას შეჭამეს მთელი მოსავალი. იძულებული გახდნენ საბჭოთა კავშირს ეხვეწებოდნენ ბეღურები გამოგვიგზავნეთო, რომ შეგვჭამა უბეღურებამ. და საბჭოთა კავშირიდან ჩაიყვანეს მე რა ვიცი ერთი 100 თუ 200 ვაგონი ბეღურები, რომ ჩინეთში ისევ ბეღურები მომრავლებული. აი ეს ახლა მაოძედუნი ამათგან განსხვავებით უფრო ის იყო, მაგრამ ყველა დიქტატორს მეტი თავისი სიშტერეები ახასიათებს და იყო ესეთი გამოვლინება. და ისეთ რაღაცას არ უნდა შეეხო, არ უნდა ბუნებას არ უნდა ებრძოლო. არ შეიძლება. კულტურას არ უნდა ებრძოლო. ენას არ უნდა ებრძოლო. თუ გინდა თქვენ საქართველოში გამატონებული ბარბარიზმებით დამკვიდრებული ენა
გაიწმინდოს და მართლა ბრძოლა გამოუცხადოთ უცხო სიტყვების შემოყვანას, მაშინ ქვეყანაში მშობლიური ენა და ლიტერატურის სწავლება უნდა გააძლიეროთ. კანონით უნდა დაიცვათ თქვენი ენა, როგორც წარწერებით, ასევე გამოთქმებით, ასევე დამოკიდებულებით ენის მიმართ. და არა ის, რომ ის ენა არ ვარგა, ეს ენა არ ვარგა, ეს ოკუპანტისა, ეს რასისტისა, ეს ფაშისტისა, ეს ამისა. ამით თქვენ ომს წააგებთ. სისულელია ეს ყველაფერი. ხოლო ეგრეა ჩემო ძმაო, თუ ადამიანს თუ კაცსაც სოდნა არ აქვს, გასტანჯავს წუთი სოფელია და ტანჯავს და გავიტანჯებით და მაგისთვის ჩვენ ძმა ურიებს, კაი რაღაცა აქვთ მოგონილი, არც წყებლა, არც შენი იწოდეო და არც სხვისი გესმოდესო. მე ასე მგონია დღევანდელ ქართველობაზეა მაგი ნათქვამი, ამაზე საშინელი წყებლა არაფერი არა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვერ ამოხვალ იმ უბედურებიდან, რა უბედურებაში სახარ ჩავარდე. ებრაელებს უბედური წყებლები აქვთ საერთოდ. ასია. და სამწუხაროდ მე ეს გაუნათლებელი ადამიანები გამოვლიან ხალხს ცხოვრებაში ერთი წიგნი რო არა აქვს წაკითხული, დღეს 21 საუკუნეა და მიეცა ეს რა ქვია საშუალება შტერმა და ჭკვიანმა ყველა მილაპარაკოს და თავისი აზრები ავრცელოს. ერთი წერდა რომ რა კაი იყო ადრეო Facebook-ი რო არ არსებობდაო, ვინმესო შტერი და გიჟიო თუ ავდაო სახლშიო მაქსიმუმ სამეზობლო მიცოდაო და ახლა მთელმა მსოფლიო მიცისო. ერე ახლა ამ Facebook-ის წყალობით ამდენი დებილი მოიკრიბა ერთად, შექმნეს ეს საერთოდ ეს ერთნაირი ჩიტები ერთად ბუდობენ, ამდენი გაუნათლებელი და ბნელი შეიკრიბა ერთად. ხო, მით უმეტეს თუ ეს სიბნელე და დებილიზმი არის დაფინანსებული და მართული მით უმეტეს თუ არის ან სუსიდან, ან სოროსიდან, ან იმიდან მთელი ეს ტროლბოტები და ვინმე გამოვიდა და თქვა რაღაცა ნორმალური რაღაცა და გამოვლიან ამ ადამიანის მიმართ წავა წყევლა, კრულვა, ავიცი ფურთხება, ლანძღვა და ახლა ქვეყანა რომელიც ეგიდუნაშვილის და მეორეს რა ქვია არ ვიცი იმის მაყურებლადაა გამხდარი და ის საინტერესებს გადაშენების პირას მყოფერს. და მე აი ესეთი კატეგორია ადამიანები გამოვლიან და პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. ახლა ეს ქეთი ეგიდუნაშვილი და ასეც იყო გამოვიდა და ქოცებს და აი მე ბატონ ბიზნესს გაუმორჯოსო და მთელი მისი ეგიდუნაშვილის მრევლი, იმიტომ რომ ვიღაცას ეგიდუნაშვილისთვის რაღაცა ბინა მიეცა, ორი კაპიკი მიეცა და ახლა ამდენი მომხრე ეგიდუნაშვილს რო ყავდა, არავის არ ყავს გონია დღეს საქართველოში. ხო და ეგიც ემათხოვრებოდა ბინაზე და ფულზე და აგერ ამდენი ხალხი ხო აი ქეთი ეგიდუნაშვილი არის ქოცების სახე. ბევრი ყავთ ამნაირი ვარსკვლავები. და საზოგადოება, ქართული საზოგადოება არის ქეთი ეგიდუნაშვილის დონე დღეს. ერი გადაშენების პირასაა. ერს განადგურება უწერია. გარდაუვალი განადგურება უწერია. აი ამას უკვე თვალით რო ხედავ. არა. არ უნდა. არ აინტერესებს. და ვინც ეუბნება მაქეთ იღუპები და აქეთ მობრუნდიო, არა და სოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ყავს ამორჩეული მტრად, რომელიც ყველაზე დიდი მეზობელია და ლანძღავს აგინებს და ამას პატრიოტობას ეძახის და ხვალ ის დიდი სახელმწიფო რო წამოვა და გადაულის და განადგურებს, იმას ვერ ხვდება. სიბნელი ტოტალური. ნუ ესე არის შემოძმაო, ესე არის. ახლა ადამიანს სიმართლე გითხრა ისეთი პერიოდი არის, ახლა სიბრძნით დიდად კაცობრიობა დღევანდელ პერიოდში არ ბრწყინავს. ეს სოფლიოში ისეთი პერიოდი არის დამდგარი, რომ რათაც მეტი დებილი ხარ და რათაც მეტი გაუნათლებელი ხარ, მით უფრო მეტი საყვარელი ხარ და მით უფრო მეტი ყურადღების და სითბოს და სიყვარულის მიმტანი ხარ. იმიტომ რომ ეს მოიტანა იმ ქვეყნებში, სადაც ნეოლიბერალიზმი არის აკოთებული და აყროლებული, იმიტომ მოიტანა ტრამპისნაირი კლოუნი ამ დროებამ ამერიკაში პრეზიდენტად, მანამდე დებილი ბაიდენი, იმიტომ მოიტანა იმაში რა ქვია უკრაინაში ზელენსკი, იმიტომ მოიტანა აი არ ვიცი ამაც საერთოდ
მაკრონი თავისი ქმრით თუ ცოლით სოფლიოს საზოგადოების ვითომ ეგრეთ წოდებული პროგრესული და ცივილიზირებული ნაწილი არის რაღაცა ავადმყოფობის დეგრადაციის უმაღლეს ფორმაში და ყველაფერში ვლინდება ეს მით უმეტეს გატარებულ პოლიტიკაში და ჩვენ ხო ამას ვარ ჩამოვრჩებოდით კაცო ჩვენ ხო ამაზე ფეხი უნდა აგვეწყო და აუწყვეთ ფეხი და მზათავართ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერი ჩვენი თანამემამულეები შევწიროთ უცხო ქვეყნის გატარებულ პოლიტიკას ტაში უკრათ მოღალატეებს მტრის არმცნობები ვიყოთ მოყრის მგმობები ვიყოთ და ვიყოთ ამით ბედნიერები და ველოდოთ როდის დაიქცევა რუსეთი ხო ადამიანები ვინც ცდილობენ ერთ მხარეს და მეორე მხარეს რაღაცის გაკეთებას ის ადამიანები გამოვაცხადოთ მოღალატეებად მტრებად აგენტებად ხორში ლამთავ ხო მით უფრო ასე ну მოკლედ რა აი დებილიზმის გამოვლინება სრული დებილიზმის გამოვლინება არის აი ყველაფერს გეფიცები ხო აი რატო არა ხარ საქართველოში ახლა ნუ ამაზე ზედმეტია ლაპარაკი რომ რატო არა ვარ და როგორ არა ვარ მაგრამ რო არც მქონდეს აი მაღონტყოფ ქოცებთან ლაპარაკი ისა რა ქვია ასეთი დაძაბული მდგომარეობა და არ მიჭერდნენ ქვეყანაში დიდგორობის გამო არ მიჭერდნენ დავით გარეჯის გამო ათას უბედურებას არ მობრალებდნენ და რაღაცა და საერთოდ რო ვიყო აი აპოლიტიკური პიროვნება რო ვიყო ხო აპოლიტიკური არ ვიცი აპოლიტიკურობა რას ნიშნავს საერთოდ სიტყვა იდიოტი მოდის ძველი საბერძნეთიდან და იდიოტად რაცხავდნენ იმ ადამიანებს ვინც არ ერეოდა მუნიციპალურ და კომუნალურ საკითხებში ქალაქის მოქალაქე რომელსაც არ აინტერესებდა არც არჩევნები აინტერესებდა არც თვითმმართველობის პრობლემები არაფერი რო არ აინტერესებდა რა ასეთ ადამიანს ეძახდნენ იდიოტს საერთოდ რო იცოდეთ რა ანუ ეგრეთ წოდებული აპოლიტიკური ადამიანი რეალობაში ბერძნულად არის იდიოტი არ ვამბობ მე რომელიმე პარტიის მხარდამჭერი იყო რა შენ ირგვლივ რა ხდება უნდა იცოდე ადამიანი კაის და თეთრს უნდა ხედავ თორე იდიოტი ხარ და აი თქვათ და ვიყო იდიოტი აპოლიტიკური და ვიყო საქართველოში ნუ ადამიანი ვიყო და ხედავდე აი ამდენ დებილს გამოხვალ ქუჩაში ტრანსპორტში ახვალ რა ვიცი კინოში წახვალ თეატრში წახვალ სადმე წახვალ აი რაღაც სუფრაზე მოხვდები ბირჟაზე ჩამოხვალ და აი ხედავ რომ ეს მასა არის აი ესეთი ზომბირებული და დაავადებული და რამეს თუ უბრალოდ ეტყვი რომ საწინააღმდეგო აზრს ეტყვი იმ წუთში ხარ ან თუ შიდაზე ეუბნები ნაცი ხარ ნაც თუ ეუბნები ქოცი ხარ იქეთ თუ იტყვი რუსეთის აგენტი ხარ ნუ არ არსებობს რა ამ დონეზე დავიდა ჰიბრიდული ომიდან გამომდინარე საქართველო ჩემო ძმაო ამიხსენ ისა ელემენტარულს გეკითხები ნანა რისი ცოდნა აქვს ამიხსენით რისი ცოდნა აქვს დღევანდელ ახალგაზრდას აი თუნდაც აი უკვე ახალგაზრდები აღარ ქვია 40 წელს 50 წელს მიტანებული ხალხი რომლებიც ამიხსენით რისი ცოდნა აქვს ბიჭო რაღაცის ცოდნა ხო უნდა გქონდეს ერთადერთი რისი ცოდნაც არის საქართველოში დამკვიდრებული ეს არის ბოზური მენტალიტეტი იჩივლე ჩაუშვი დაიჭირე იმ წუთში სისტემას გადააბარე ყველაფერი მორჩა ცოლმა ქმარს რაღაცა უთხრა დარეკე იჩივლე კაცმა ქალს კომპლიმენტი უთხრა დღეს თუ საერთოდ კომპლიმენტებს ეუბნეო დაიჭირე მორჩა პოსტი დაიწერა Facebook-ზე დაიჭირე აი ერთადერთი
ეს იმიტომ სისტემას აწყობს. ახლა შტერი იოლად დგამს ნაბიჯებს და მარტივად ლაპარაკობს და მარტივად ღუპავს ხალხს. არაფლის ცოდნა. მორჩ. ეგა, მოკლედ შემოკარგებო დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მხარდაჭერა გულბათ რცხილაძეს და არა მარტო გულბათს, იმ ადამიანსაც ყველა უბრალოდ რო ყავთ დაჭერილი. და დაანებეთ ბიჭო ამ ქვეყანაში ჯერ შევარნაძის დროიდან მოყოლებული, მერე მიშას პერიოდში, ახლა ბიძინას პერიოდში ადამიანების ბიჭო იმის გამო რომ თქვენ არ მოგწონთ დაჭერას, მოღალატის დაბრალებას და ციხეში ჩაგდებას, შეეშვით ამას. და ვინც ხართ ვითომ ეგრეთ წოდებულ რუსულ ფლანგზე და არაფერს რო არ აკეთებთ იმისთვის რომ რეალურად ხართ პირველ რიგში ივანიშვილის ინტერესების გამტარები რუსეთში. ტყილა ნუატყუებთ ამ ხალხს რომ ვითომ რაღაცა შეიძლება და ვითომ რაღაცას აკეთებთ. თქვენ კიდე ხალხო, ადამიანებო, დაუკვირდით ერთ ელემენტარულ რაღაცას. პიროვნებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გატარებულ პოლიტიკას აქებენ და ამით კპირდებიან რევოლუციურ ცვლილებებს რუსეთში, არ გამოვა ეს. არ გამოვა. და საერთოდ არ მექნებოდა ამ რუსეთთან მიმართებაში ეს უბრალოდ რატო ეგზისტენციალური საფრთხე არის საქართველოსთვის რუსეთის და საქართველოს მტრობა. რუსეთს არაფერი არ მოუვა და ქართველი ერი შეიძლება გადაშენდეს. აიღეთ სტატისტიკა და მის მერე რაც საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების ფორმატში არსებობს, რას განიცდის საქართველოს და ქართველი ერი. რას განიცდის? ტერიტორიულ რღვევას, ეკონომიკურ კოლაფსს და რაც მთავარი და მტკივნეული არის დემოგრაფიულ კატასტროფას. აღარა მაქვს საუბარის ნეობაზე, მორალზე, ეს რაღაცები საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. ეს კიდე გაგრძელდება, ის რაც შეეხება რუსებს. ისინი რო ამბობენ, რომ პრაგმატული ხელისუფლება აქვს, იმათ ეს ჭირდებათ. რაღაც პერიოდი ეს ჭირდებათ. შეიცვლება, ნუ გონიათ. რუსები იანუკოვიჩის გვერდითაც იდგნენ, ვითომ ყირგიზეთში იმათ გვერდითაც იდგნენ, ვითომ ამის გვერდითაც იდგნენ, იმის გვერდითაც იდგნენ, მაგრამ თხასავი გაყიდეს და გაწირეს. ისე გაწირავენ ამ შენ ბიძინას. ხო და არ უშველის ეს ტრიუკები რა. რენში მოდი ხარ ჩემო არა და რენში წლები ვიცხოვრე და ეხლა არა ვარ რენში თუ არა სიამოვნებით გადავიკვეთებოდი შემოგივლე. კარგი, გემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. მარტო ასადი ჩემო ძმაო, მარტო ასადი და თქვათ ისინი კაცო ეგერ ლიბიის ისინი იქ და ჰუსეინი და ისინი იქ. აგერ გეუბნები ძმაო, კარის ყურში, კიევში გაწირეს იანუკოვიჩი. გაწირეს და რას ღებულობენ? ესეც მათი ბნელი იდიოტური პოლიტიკის გატარება. უკრაინაში რო დასავლეთი მოგიწყობს გადატრიალებას. და შენ რო კითხო იმათ მხარეს ახარ. და მიიღეს ის რომ მილიონობით დაღუპული ძმათამკვლელი ომი. ასეთი ამიტომ თქვენ თუ ამ გაგების რუსეთიდან და ამ მოქმედების რუსეთიდან ელოდებით რაიმე და ცვლილებებს საქართველოსთან მიმართებაში, ეს ცვლილებები არ დადგება. არ იქნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ქვეყანაზე და ნორმალურ პრაგმატულ პოლიტიკაზე.